გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანტია. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი მოადგილის, ასევე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის და სხვა თანამდებობის ყოფილი პირების შემდეგ ბრალდებულია ორგზის ყოფილი პრემიერიც ფარული ბიზნეს საქმიანობებისთვის, მაგრამ პროკურატურას ირაკლი ღარიბაშვილისთვის პატიმრობა არ მოუთხოვია. მხოლოდ 1 მილიონი გირაოსახით და პასპორტის ჩამორთმება. სასამართლომ ორივე მოთხოვნა დააკმაყოფილა. სასამართლოში მისული იყო თავად ირაკლი ღარიბაშვილიც, მეგობრები და ოჯახის წევრები ადგილზე არ გვინახავს. მოსამართლის კითხვაზე ეთანხმებოდა თუ არა მისთვის გირაოსსა და შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნას ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა ვეთანხმები, რა თქმა უნდა. აღსანიშნავია, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ედება ბრალად თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან ერთად, მაგრამ ის პატიმრობაშია. ღარიბაშვილი არა. იმიტომ ხომ არა, რომ აღიარებს დანაშაულს, რას ნიშნავს ეს ყველაფერი და ასევე სინამდვილეში რა მასშტაბი აქვს კორუფციას საქართველოში და რასაც ვხედავთ. კორუფციასთან ბრძოლაა თუ ბრძოლა გავლენის ჯგუფებს შორის. რამდენიმე წუთში საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანტიკორუფციული პროგრამის ხელმძღვანელი სანდრო ქერხიშვილი შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ქვეყანაში კორუფციას იკვლევს. წლების განმავლობაში მათ მიერ გამოქვეყნებული არაერთი კრიტიკული ანგარიში გაგვიშუქებია მედიებს, მაგრამ არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც TIS რომელიმე კვლევის მიგნებებით საგამოძიებო უწყებები დაინტერესებულიყვნენ. ალბათ ამიტომაცაა ნაკლებად დამაჯერებელი საზოგადოების ნაწილისთვის, რომ დღევანდელი ქართული ოცნების გუნდი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ფაქტობრივად არასდროს მოშორებია, ებრძვის კორუფციას თან, როცა მეორე ხელით ოცნების მიერ მიღებული კანონებით არასამთავრობო სექტორს ფაქტობრივად კლავენ. ოცნებამაც იგრძნო, რომ კორუფცია მათთვის შეიძლება დიდი პრობლემა გახდეს განსაკუთრებით შემდეგი არჩევნებისთვის. ასე გამოეხმაურა საქმის კურსთან ინტერვიუში ოცნების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ბოლო თვეებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელით მიმდინარე პროცესებს და ქართული ოცნების სვლას გააზრებული სტრატეგია უწოდა. მაღალი თანამდებობის პირების დაკავება კორუფციის ბრალდებით ერთი მხრივ ნეგატიურად აისახება ქვეყნის იმიჯზე, თუმცა მეორე მხრივ ამ პროცესს აქვს პოზიტიური მხარეც. ლოგიკურია, მათ დღეს ჩათვალეს, რომ საუკეთესო დრო ამოვლენებს თვითონ დაუპირისპირდნენ, განაცხადა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გუშინ საქმის კურსთან ინტერვიუში, რომელიც სხვათა შორის ერთადერთია, ვინც თანამდებობიდან გადაყენებისას და მერეც ღიად საუბრობდა სხვადასხვა სახელმწიფო კომპანიებში კორუფციულ სქემებზე, მაგრამ არც მისთვის მიუქცევიათ ყურადღება შესაბამის უწყებებს. ან შეიძლება აქცევდნენ, მაგრამ საქმეები თაროზე იდო. დღეს კი პროკურატურამ გითხრა, რომ 2019-2024 წლებში ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ჯერ თავდაცვის მინისტრი იყო, შემდეგ მეორედ პრემიერი, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ფარულად და შენიღბულად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნეს საქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს, რაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს კანონიდან გამომდინარე აკრძალული იყო. მოკლედ, მხოლოდ 17 ოქტომბერს ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად 6,5 მილიონი დოლარი ამოვიღეთო. მოვისმინოთ კიდევ ერთხელ გენერალური პროკურორის ბრიფინგიდან ნაწყვეტი ირაკლი ღარიბაშვილის ფარულ ბიზნეს საქმიანობაზე. უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მიზნით თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში უთითებდა ყალბმონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს. 6,500,000 ამერიკული დოლარი აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 2025 წლის 17 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილის სახლის ჩხრეკის შედეგად. როგორც მოვისმინეთ, გენერალურმა პროკურატურამ თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში უთითებდა ყალბმონაცემებსო. ახლა პროდიუსერს ვთხოვ ეკრანზე გვაჩვენოს, რას ამბობდა ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარე რაჟდენ კუპრაშვილის 3 თვის წინ, ზუსტად 24 ივლისს. მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციაზე. ციტირებ, მონიტორინგი გაიარა ყველამ, გრიგოლ ლილუაშვილმაც, ბახტანგ გომელაურმაც, ირაკლი ღარიბაშვილმაც და არანაირი დარღვევა არ არის გამოვლენილიო. რაჟდენ კუპრაშვილს დღეს ვურეკავდით BMG-დან, მაგრამ არ გვიპასუხა. ერთი კითხვა გქონდა, გულგრილად შეამოწმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ღარიბაშვილის დეკლარაცია თუ თვალდახუჭულად, რატომ ვერ აღმოაჩინა დარღვევები ღარიბაშვილის ქონებრივ დოკუმენტაციაში. ეს კითხვა ბიუროს პრესამსახურს დავუტოვეთ, რადგან რაჟდენ კუპრაშვილს
საპრაშვილი თურმე მივლინებით საზღვარგარეთ იმყოფება. მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ მრავალმილიონიანი ბიზნესი და ქონება აქვს. ანტიკორუფციული ბიურო ამოწმებს და შეამოწმებს ხელისუფლების წარმომადგენლების ქონებრივ დეკლარაციას. თითქმის ყოველ წელს ჩემი დეკლარაცია მოწმდება. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ შარშან მარტში გაკეთებულ ამ განცხადებასაც ინახავს BMG-ს ციფრული არქივი. ძალიან საინტერესოა რით იმართლებს თავს ანტიკორუფციული ბიურო, რომლის მოთხოვნითაც არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებია უკვე დაყადაღებული ქვეყანაში, რადგან თურმე პირბადეებს ყიდულობდნენ და ამდენი მილიონის ლეგალიზება კი ფაქტია ვერ დაინახა ანტიკორუფციულმა ბიურომ. შეგახსენებთ, კორუფციის აღქმის 2024 წლის ინდექსში საქართველოს ქულა 53, რაც 2015 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საერთაშორისო გამჭვირვალობის თანახმადვე 2012 წლიდან მოყოლებული კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს ყველაზე კარგი მაჩვენებელი ჰქონდა 2018 წელს 58 ქულა, დანარჩენ წლებს ახლა ეკრანზეც ხედავთ. კორუფციასთან ბრძოლა თუ პოლიტიკური სანახაობა, რას გვაყურებინებს დღეს ბიძინა ივანიშვილი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანტიკორუფციული პროგრამის ხელმძღვანელი სანდრო ქეფხიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. საღამომშვიდობის სანდრო, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. პირველი კითხვა, რაც მინდა დაგისვათ, სოციალურ ქსელში საზოგადოების რეაქციებიდან გამომდინარეც და ასევე კითხვა, რომელიც მეც როგორც ჟურნალისტს გამიჩნდა, შეეხება აღკვეთის ფორმას. ირაკლი ღარიბაშვილი არ დააპატიმრეს, 1 მილიონი ლარის გირაო და პასპორტის ჩამორთმევა. პროკურატურამ დააკმაყოფილა სასამართლოს მოთხოვნა. თქვენი შეფასებით, რამდენად პროპორციულია ეს ყველაფერი? თან აქვე განმარტა ადვოკატმა ეს ახსნა იმით, რომ მას ბრალად არ ედება საბიუჯეტო თანხების მითვისება, ან გაფლანგვა და ასევე არც ბოროტად გამოყენება უფლებამოსილებისა. მოგესალმებით. კი, ნამდვილად ეს უცნაურია, იცით, ანუ რეალურად იურისტის კომპეტენცია აქვს საჭირო, თუმცა ზოგადად როგორი ამბავია, ნახეთ, ესე იგი, გირაოთი ათავისუფლებენ იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვს საშუალება, რომ ხელი შეუშალოს გამოძიებას, მაგალითად, მოწმეებს ან სხვა ადამიანებს, შართულ ადამიანებს, თქვათ, ზეგავლენა იქონიოს მასზე და მტკიცებულებები დამალოს, ხო? ანუ ეს არის მას აზრი. რატო ვსვამენ ხოლმე ციხეში? იმიტომ რომ მან არ დააზიანოს გამოძიება და თქვათ, ზემოქმედება არ მოახდინოს მოწმეებზე. ანუ ამ შემთხვევაში, ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში, აქ აშკარაა, რომ საუბარია ძალიან დიდ ესე იგი გამოძიებაზე, მრავალი ადამიანის ჩართულობით, ხო, რამდენი სახლი გაჭრიკეს, რამდენი ადამიანს მიათმიან ამ საქმის გარშემო, ხო? ამიტომ, რა თქმა უნდა, ლოგიკური კითხვა ჩნდება, ანუ ამ ადამიანს რო უშვებენ. ანუ მას არ აქვს პერკეტი, რომ ესე იგი ზეგავლენა მოახდინოს, თქვათ, რაღაცები დამალოს, რაც ჯერ არ აღმოუჩენია, თქვათ, გამოძიებას. ამიტომ, რა თქმა უნდა, აქ ეს კითხვა ჩნდება და, ну, რა თქმა უნდა, თან უფრო დიდ კონტექსტში რო შევხედოთ, ხო, ანუ ადამიანებს მაგალითად პირბადის გამოსვლაენ ციხეში და იქ რა საჭიროა ციხე და ამ შემთხვევაში კიდე როცა ნამდვილად შეიძლება საჭირო იყოს, აქ არის გირაო. ხო, ამიტომ ეს ჩდება იმ ზოგად გარემოებაში, რაც ქვეყანაში შეიქმნა, რომ კანონის უზენაესობა ფაქტიურად არ არსებობს, ხო, ანუ შერჩევითი სამართალია თავარი აქ ქართული ოცნებისთვის და ისინი რეალურად ამ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ მართლმსაჯულების სისტემას, ხო, აი ამ პატრიში ჩდება ეს. გირაოთი აღკვეთის ფორმა გირაოსიც ამ შერჩევითი სამართლის კონტექსტში ჯდება ღარიბაშვილის შემთხვევაშიც. ну, ნახეთ, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი სასამართლო და პროკურატურა ჩვენ რომ გქონდეს, ხო? და თუ ისინი აღმოაჩენდნენ ასეთი ტიპის კომპლექსურობის და მასშტაბის კორუფციულ დანაშაულს, სადაც მილიონებზეა საუბარი და არის ძალიან ბევრი აქტორი ჩართული, ხო? და ჩვენ ყოველ დღე გვაქვს ახალი ბრიფინგები, სადაც ამბობენ, რომ ეხლა კიდე ჭრეკა ჩავატარეთ, ეხლა კიდე ამოვიღეთ 4 მილიონი, ეხლა კიდე ანუ ეს მიმდინარე გამოძიებაა, ანუ ისინი კიდე ახალ რაღაცებს პოულობენ, ანუ ჩნდება ლოგიკური კითხვა, ირაკლი ღარიბაშვილი გარეთ, თქვათ, ჩავთვალოთ, რომ აქ პოლიტიკური ანგარიშტორება და ეს რაზეც არის ხოლმე საუბარი კლანური ომი და ამ შემდეგ, ეს გადადოთ გვერდზე, რომ იყოს კანონის უზენაესობა, ანუ ამ შემთხვევაში ადამიანს, რომელსაც შეუძლია რატო უნდა დარჩეს გარეთ, თუ ის ასეთი კორუმპირებულია, რომელსაც შეუძლია რომ დამალოს მტკიცებულებები, გავლენა მოახდინოს სხვა მოწმეებზე, რომელიც ჯერ არ არის გამოვლენილი და ასე შემდეგ. ანუ ეს არის მიზანი, როგორც წესი ამ პატიმრობის, ხო?
და ამიტომ ეს კითხვა ნამდვილად ჩდება, თუმცა ასე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს მაინც ჯობია შეაფასოს იურისტმა, მე შემიძლია კორუფციის ნაწილზე გითხრათ. კი ბატონო, აი ანტიკორუფციული ბიუროს პასუხისმგებლობაზეც მინდა კითხოთ ამ კონტექსტში, მე დასაწყისში მოკლედ გავიხსენე 3 თვის წინ რაჯდენ კუპრაშვილი აცხადებდა, რომ მონიტორინგი გაიარა მათ შორის ღარიბაშვილის დეკლარაციამაც და დარღვევა არ აღმოგვიჩენიაო. ზუსტად 3 თვის წინ პროკურატურამ თქვა დეკლარაციაში ყალბ მონაცემებს უთითებდაო. პირველ რიგში რას ამბობს ეს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობაზე, დავუშვათ რომ ის ჩავთვალოთ რომ არის სრულიად დამოუკიდებელი. თუ ერაფერი ვერ აღმოაჩინა, ეს გულგრილობა, არაკვალიფიციურობა, თუ რა შეიძლება დავარქვათ? არა ეფექტურობა ჩათვალეთ. გინდ ყოფილა, გინდ არა. ამას ნიშნავს. ანუ ანტიკორუფციული ბიუროს კანონში უწერია, რომ მისი ფუნქცია გარდა იმისა, რომ დეკლარაციების სისტემის მართვა არის, ანუ უფრო ტექნიკური უზრუნველყოფა რო ეს დოკუმენტები ივსებოდეს, მისი ასევე მეორე ფუნქცია, რაც არანაკლებ და უფრო მნიშვნელოვანიც კი არის კორუფციის ნიშნების გამოვენა. ეს მათი უწერიათ ინსტრუქციაში პირდაპირ. და ეს რას ნიშნავს, რომ რეალურად დეკლარაციების მხოლოდ იმას კი არ უნდა უყურონ, სწორად ჩაწერა თუ არა ადამიანმა, ან რაღაც შეცდომა დაუშვა თუ არა, ისინი რეალურად უნდა უყურებდნენ ადამიანი რო წერს დეკლარაციაში ყოველ წელს, რომ მამა მაჩუკა 150,000 ლარიო და ამით იბალანსდება ეს დეკლარაცია, იმიტომ რომ ამ 150,000 ლარის გარეშე დეკლარაციაში ასახული ხარჯები არის გაცილებით მეტი ვიდრე შემოსავალი, ანუ ეს არის ერთადერთი რაც აბალანსებს დეკლარაციას. რა თქმა უნდა, მონიტორინგი უნდა დაინტერესდეს და ჩახედონ წარმომავლობას ამ თანხების, ხო? ანუ ეს არის და იქ რა თქმა უნდა კორუფციის ნიშნები მალევე გამოჩნდება და შემდეგ პროცედურას არსებობს ასეთი შემთხვევები უნდა გააგზავნოს ბიურომ პროკურატურაში გამოსაძიებლად. თუმცა არა მხოლოდ არაფერი გაუგზავნიათ მათ პროკურატურაში, ამტკიცებდნენ რომ არაფერი პრობლემა არ იყო, ხო? და ასეთი აშკარა შემთხვევა იყო ეს იმის გამო რომ ამდენი გამოძიება იყო, ამდენი გაშუქება იყო და ზუსტად დეკლარაციას ეხებოდა, ხო? ეს თვითონ ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ დეკლარაციით მე აი ნახე დეკლარაციაში ჩავწერე ყველაფერი. ის იმართლებდა თავს დეკლარაციით. ანტიკორუფციული ბიურო ამბობდა, რომ დეკლარაცია შევამოწმე პრობლემა არ იყო და თურმე აქ მილიონების მოპარვაზეა და გაკეთებაზე საუბარი. ამიტომ ეს დასკვნა მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანტიკორუფციული ბიურო კორუფციის თანხმობის ნაწილში გინდ ყოფილა, გინდ არა. და ჩვენ ვიცით, რომ სინამდვილეში ეს უბრალოდ ახალი რეპრესიული მექანიზმია, ანუ საერთოდ ამოტრიალებული აქვს მას ფუნქცია. ხო, მთავარი ფუნქცია რაც არის ანტიკორუფციული ბიუროსი, საკითხავია რამდენად სრულდება, მაგრამ არაეფექტურობა, ასე შეაფასეთ თქვენ, ეს დაკავშირებული მხოლოდ კომპეტენციის ხარისხთან თუ ისევ მივდივართ იმასთან, რა მთავარი პრეტენზიაც გვაქვს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობასთან, რამდენად დამოუკიდებელია ის რეალურად? რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი არ არის, იმიტომ რომ უკვე ბევრი მაგალითად აგროვდა, როგორ ესე იგი ყველანაირი პრობლემის გარეშე აღასრულა ესე იგი ბიუროს უფროსმა პოლიტიკური დაკვეთა პარტიისგან, ხო? ანუ ეს არ უნდა მომხდარიყო და დამოუკიდებელი რო ყოფილიყო ეს ბიურო, ამიტომ პოლიტიკური დამორჩილება აქ ცალსახაა, თუმცა თქვენ რასაც ამბობთ, ესეც არის, რა თქმა უნდა, არაკომპეტენტურობაც არის. იმიტომ რომ ეს ესე იგი ნახეთ შემიძლია გითხრათ არ მგონი ეს გაშუქებული იყო აქამდე რომ ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს საკმაოდ დიდი ბიუჯეტი, სადღაც 12 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტი, სადღაც 100 მეტი 110 თანამშრომელი შეუძლია ყავდეს და არ ყავს ამდენი. და მათ აქვეყნებენ ისინი და ესე იგი ფინანსების ნაწილში მათ ისინი ვერ ხარჯავენ ამ ბიუჯეტს. მათ არ აქვთ, მათ ვერ შეძლეს, ანუ რაჯდენ კუპრაშვილმა ვერ შეძლო აეწყო ნორმალური სისტემა და როგორ შეძლებდა. ნახეთ, ანუ თავიდანვე აშკარა იყო, რომ ეს არის პოლიტიკური დამორჩილებული რეპრესიებისთვის გამოყენებული ინსტიტუცია და დეკლარაციების მონიტორინგი სისტემა თუ გინდა ააწყო, თქონდა აიყვანოს შესაბამისი ხალხი. ანუ ადამიანი უნდა აიყვანო, ვინც მზად არის კორუფციას ებრძოლოს და ვინ მივა ისეთ ორგანიზაციაში კორუფციის საბრძოლველად, სადაც ყველა მისცის, რომ ის კორუფციასთან საერთო არაფერი არა ანტიკორუფციულ საქმიანობასთან და პირიქით ესე იგი, როცა შეიცვლება ხელისუფლება, ყველა ეს ადამიანი პასუხისმგებლობა დადგება კითხვის წინაშე, ხო? ამიტომ იქ არავინ ნორმალური არ მივა. და ამიტომ რა თქმა უნდა, ესე იგი კომპეტენციასთან დაკავშირებითაც გვაქვს კითხვა. ნორმალურ ქვეყანაში რას უნდა აკეთებდეს პარლამენტი, რომლის წინაშეც არის პასუხისმგებელი კანონის თანახმად ანტიკორუფციული ბიურო, როდესაც 3 თვის წინ ხელმძღვანელი ამბობდა, რომ კანონდარღვევა მე აქ არ დამინახავს, შევამოწმეთ და 3 თვის თავზე ხედავთ, რომ მარტო სახლში ირაკლი ღარიბაშვილს $6.5 მილიონი ედო.
რაც პროკურატურამ ჩხრეკის შედეგად ამოიღო. აქ აი ძალიან მნიშვნელოვანია და პრინციპში პარლამენტის როლიც რა თქმა უნდა იდეალურ შემთხვევაში აქ შემოვიდოდა. ეს არის საჯარო სახსრების ნაწილი, ხო? ანუ ესე იგი ადვოკატი თქვენც ახსენეთ ამბობს რომ აქ არ იყო საუბარი ბიუჯეტის ფლანგვაზეო, ხო? დიახ, ბიუჯეტის თანხების მითვისებასთან ან ფლანგვასთან ან ბოროტად გამოყენება უფლებამოსილებისა და რეალურად ხო რამდენიმე ადვოკატი ყავს როგორც ჩანს ირაკლი ღარიბაშვილს და აქვე ვეტყვი მაყურებლებს რომ მათი საერთო პოზიცია არის ასეთი რომ ეს თანხა სავარაუდოდ არის უკავშირდება იმ პერიოდს როდესაც ის არ იყო თანამდებობაზე ანუ პირველად წავიდა თანამდებობიდან და ვიდრე დაბრუნდებოდა ჯერ თავდაცვის მინისტრად და შემდეგ უკვე პრემიერად ანუ 9 წელიწადში 6 მილიონი დოლარი ბიზნესში რომ ეშოვა ადამიანს არაფერს არ ნიშნავს ეს. კი ბატონო, თუმცა აქ ბოლოს ისიც იყო ეს ინფორმაციაც რომ ანუ უკვე პრემიერობის პერიოდზეა ხო თუ არ ვწდები ეს უკანონო პროკურატურის ვერსიით კი 2019-24 წლებს უკავშირდება. ამიტომ აქ ნახეთ როგორი ამბავია ჩვენ რადგან ვიცით რომ პროკურატურა ამ შემთხვევაში არ არის დამოუკიდებელი და ის ესე იგი პოლიტიკურ ხასს ატარებს როგორც წესი როგორ ხდება ხოლმე აქ ითვალისწინებენ PR-ს ხო აქ ითვალისწინებენ პოლიტიკურ ნაწილს რომ თუ თქვა საჭიროა ესე იგი გუნდ თქვა ახალი გუნდი მოვიდა საქართველოს ოცნებაში თქვა წინა გუნდს თქვა ესეთი გვერდზე გაწევის პროცესი ვხედავთ ახლა ესე იგი კანონოა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მაგრამ მაინც ანუ გულისხმობს ინსტიტუციების გამოყენების ნაწილს შეუკანონო ხო პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ აქ საჭიროა რომ გატარდეს ეს სწორად შეიფუთოს. ანუ თქვენ თუ შეხედავთ როგორ არის ეს წარმოჩენილი, აქ პროკურატურა და სუსი ძალიან ფიქრობენ, რომ არ თქვან რომ ეს იყო ბიუჯეტის ფული. რატო? იმიტომ რომ ქართული ოცნების ამომრჩეველსაც აფუხებს კორუფცია და ისინი ხვდებიან რომ ისინი ანუ უკვე ყოველდღე თავად აღიარებენ რომ თურმე ყველა ძირგამომპალი იყო მთელი სისტემა, თუმცა მაინც ცდილობენ რაღაცნაირად ამის შეფუთვას და როგორ რომ ანუ ეს არ ეხება ბიუჯეტს, აქ არ არის საუბარი ხალხის ფულზე, აქ რაღაც სხვა ტიპის დანაშაულზე, ანუ აი ეს ხაზი მიიღავს. საინტერესო დაკვირვება ნამდვილად. თუმცა ანუ რეალურად აი გამოძიებები რაც ახლა თქვენ ნახეთ და ახსენეთ, ჩვენი გამოძიებები, სხვების გამოძიებები, ეს ძირითადად ისე ბიუჯეტის ფულს ეხება, ხო? ანუ რეალურად ეს არის შესყიდვები, ეს არის პრივატიზაცია, ეს არის სუბსიდიები და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის დაგროვილი, რაც პირდაპირ ხალხის ფულის მითვისებას ეხება. ხო და თურმე ანუ პროკურატურა ამით არ ინტერესდება საერთოდ. თურმე ეს არ არის მათთვის მნიშვნელოვანი. ხო, მათთვის მნიშვნელოვანია თანამდებობის დროს პარალელურად რაღაც ბიზნესს აკეთება. ესეც დანაშაულია, კი ბატონო, ესეც კორუფციად ითვლება, თუმცა რეალურად გაცილებით უფრო დიდი საქმეები არსებობს მის წინააღმდეგ და ხო ამაზე არ არის საუბარი. ფართო სურათშიც მინდა შევხედოთ ამ ფაქტს ბოლო პერიოდში ყოფილი თანამდებობის პირების დაკავებას გულისხმობ რა თქმა უნდა კორუფციასთან ბრძოლის სახელით. სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე? ბევრჯერ გვისაუბრია, რატომ არის რთულად დასაჯერებელი, რომ ახლა მოუნდა კორუფციასთან ბრძოლა ირაკლი კობახიძის გუნდს. ხო, არა, აქ კორუფციასთან ბრძოლაზე ვერ იქნება საქმე. საუბარი პირველ რიგში, იმიტომ რომ რაც თქვი, რეალურად აქ ბიუჯეტის ხარჯვაზე არ არის საუბარი, ხო? ანუ თქვენ ხვდებით, ანუ კორუფციის და ბრძოლის სურვილი რო კონდეს ქართულ ოცნებას, პირველ რიგში იმ გამოძიებებს მოკიდებდნენ ხელს, სადაც არის პირდაპირ ხალხის ფულის მითვისება და ჯიბეს ჩადება. ამას არ ეხებიან, ესეც ჩემი აზრით პიარული ნაწილის გამო. ანუ აქ ამპიარით რას იგებენ? ანუ პიარით იმას იგებენ, რომ თქვენ თუ შეხედავთ თუნდაც სოციალურ ქსელებს, ანუ კორუფციის და ასევე კვლევებიც არსებობს ამაზე, ანუ ქართული ოცნების ამომრჩეველს მაინც არ უნდა კორუფცია. გასაგებია, რომ ქართულ საზოგადოებაში კორუფცია სხვანაირად ესმით, ხო მაგალითად ნეპოტიზმი შეიძლება არ აღიქმებოდეს როგორც კორუფცია, მაგრამ მასებში, მაგრამ მაინც ეს აღვირ ახსნილი კორუფცია მილიონების მითვისება, ეს პირდაპირ ასობით მილიონის ბიუჯეტიდან წაღება ჯიბეში, ეს არავის არ მოსწონს, ხო? იმ ადამიანებსაც, ვისაც ვთქვათ ნეპოტიზმზე თვალს დახუტავდა, ხო? ამიტომ ამის კონტროლი საჭიროა, ანუ ამ დაახქმების კონტროლი საჭიროა და ჩემი აზრით ეს არის აქ. მაგრამ მეორე მხრივ რამდენიმე თვეა თვალს ვადევნებთ, მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩევლებიც, რომ თურმე ირაკლი ღარიბაშვილი უკანონო შემოსავლების ლეგალიზებით იყო დაკავებული, ჯუანშერ ბურჭულაძე ამავე მუხლით უკვე ზის ციხეში და ბრალდებულია ისიც და ასევე თანამდებობის უფლებამოსილების გადამეტებისთვის, რომეო მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე. ეს
ადგება ქართულ ოცნებას რამეში? არ ადგება, თუმცა როგორც ჩანს ისინი ხო ანუ აქ ისე თქვენ კითხვას უბრუნდებით, ხო ანუ რატო ხდება ეს ყველაფერი? ამაზე პასუხი მოდი აღიაროთ ესე არავის არ აქვს ხო ანუ არის ძალიან ბევრი სპეკულაციები და ძალიან ბევრი თეორიები რა თქმა უნდა შეიძლება რაღაც პერიოდის შემდეგ გავიგოთ ეს რატო ხდება ნუ ერთი ის თუ რატო ახლა როგორც ჩანს ქართული ოცნება ფიქრობს რომ ეს ვთქვათ მან რაღაცნაირად გადააგორა ეს და ერთი არჩევნები მეორე არჩევნები ხო ეს აქციები და ასე ვთქვათ ფიქრობენ რომ ანუ ახლა არის ამის დრო ხო რაღაცნაირად ახალი გუნდი მოიყვანონ, რაღაც ძველი წავიდეს. ვთქვათ, აქ ფინანსების ამოღებაზე იყო საუბარი, ხო? და რაღაც ახალი ეკვილიბრიუმის შექმნაზეა საუბარი, ხო? ანუ ამ დიდ სურათში ამას ხედავთ ჩვენ, ხო? ანუ ეს აქციების ნებისმიერი ფასად ჩახშობა, რომ რაღაცნაირად ქვეყანა დაუბრუნდეს გადაეწყოს რაღაც ახალ რეალობაზე, ხო? და რაც დასავლეთი ჩახსნილია, ხო? რაღაც ესე იგი ესეთ შედარებით გაძლიერებული ხალხი ოცნებაში და ასევე დანიშნულოვანია ითქვას მაღალი რეიტინგის მქონე ოცნების ლიდერები და ეხლა ღარიბაშვილი სარგებლობდა რეიტინგით ჩანს რომ მაღალი რეიტინგი ჰქონდა ის აღიქმებოდა როგორც და არ ვიცი შეიძლება ჯერ კიდევ აღიქმება როგორც სანდო რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს მაგალითად ოპოზიციურად განწყობილი ადამიანისთვის ანუ სანდო ადამიანად აღიქმებოდა ეს თქვა რაღაც ღირებულებების მქონე ტრადიციული ღირებულებების მქონე ადამიანად ლიდერად ხო ის საუბრობდა ხშირად ამ საკითხებზე და ანუ მას ჰქონდა ეს რეიტინგი და ასე ვთქვათ ასეთი ხალხის გვერდზე გაწევა და მოშორება და ასევე მათი რეპუტაციის დაკრინება ხო ანუ ეს როგორც ჩანს ეს არის ამოცანა რომ რაღაცნაირად აი ახალი რეალობა შედგეს ხო და ამისთვის არის გამოყენებული ეს და ნუ სარისკოა ისევე როგორც აინახეთ როგორც თქვა პროტესტის ჩახშობის ნაწილში რა თქმა უნდა სარისკო ამდენი ადამიანის დაჭერა არ არის სარისკო თუმცა ისინი მაინც ამას აკეთებენ იმიტომ რომ მიზანი ცხადია ხო რომ არ გვინდა რომ რაღაც ილუზია შექმნათ რომ ქვეყანა დაალაგდა იგივე არის შიგნითაც იგივე საკეთებენ რომ რაღაცნაირად ეს ვთქვათ რისკზე მიდიან იმისთვის რომ გადანაწილდეს რესურსები, გადანაწილდეს თანამდებობები, გავლენები და ახალი რეალობა შეიქმნას. რეალური აი მთავარი მიზეზი ვთქვათ ეჭვიანობა, ვთქვათ ვიძინა ივანიშვილი ეჭვიანობს ღარიბაშვილზე რომ ვთქვათ ის დასავლეთს გაურიგდა თუ ან ოპოზიციას გაურიგდა თუ აი ეს კონკრეტული მიზეზი თუ შეიძლება რაღაცა ეწყინა, არ ვიცი. ხო ეს ახლა არ გვეცოდინება ჩვენ შეიძლება კიდე დიდი ხანი აი გიორგი ქობულიას ვერსიაც საინტერესო იყო ეკონომიკის ყოფილი მინისტრიც რომელიც სხვათა შორის ერთადერთია ფაქტობრივად ოცნების მინისტრთა კაბინეტის ყოფილ წევრებს შორის რომელმაც გადაყენებისთანავე და ჯერ გადააყენებინა თავისით არ წავიდა როგორც ხები მიდიან ხოლმე ის ამბობს რომ ეს არის სავარაუდოდ გათვლილი სტრატეგია ოცნება ემზადება არჩევნებისთვის და ერთ-ერთი ასე ვთქვათ მთავარი არგუმენტი რაც შეიძლება და პრეტენზია ქონდეს მის მიმართ საზოგადოებასაც და ოპოზიციასაც როგორც კომპრომატი არის კორუფცია და ამიტომ შეიძლება თავადაც წამოიწყეს ეს კამპანია ამისთვისაც თუმცა ნამდვილად არ ვიცით რეალურად რა ჩაიფიქრა ქართულმა ოცნებამ ცოტა დრო გრჩება სანდრო და კიდევ ერთხელ მინდა მოქალაქეებს ავუხსნათ სინამდვილეში რატომ არ არის კორუფციასთან ბრძოლა ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც მეორე ხელით ქვეყანაში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით არაერთი კანონი იქნა მიღებული, რომელიც ზღუდავს და ფაქტობრივად კლავს არასამთავრობო სექტორის საქმიანობას, უშუალოდ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მაგალითზე რომ მოუყვეთ, რას აკეთებდა ორგანიზაცია ამ წლების განმავლობაში და რისი რესურსი რჩება ახლა, როდესაც არაერთი ზღუდავი კანონია მიღებული. კი, ჩვენი ორგანიზაცია და ჩვენაირი ორგანიზაციები ასევე ესე იგი მედია, ხო, და განსაკუთრებით საგამოძიებო მედია წლების განმავლობაში, ასე ვაკეთებთ ჩვენ, წლების განმავლობაში აი ზუსტად ამ კორუფციაზე ვსაუბრობთ. და ჩვენ ვცემდით განგაშის ზარს. ისე ოდესმე დაინტერესებულა მე დღეს როცა ვემზადებოდი თქვენთვის ინტერვიუსთვის მეცადე მომეძიებინა, მაგრამ რაიმე ისეთი რეაგირება ამ პროკურატურას ან სხვა საგამოძიებო უწყებებს ქონია თიაის რომელიმე კვლევაზე? გეტყვით.
ჩვენ ტრადიციულად წლების განმავლობაში პროკურატურას ცალკე და უსაფრთხოების სამსახურს ცალკე ესე დოკუმენტირებულად უგზავნიდით ხოლმე აი ამ გამოძიებებს. როგორც ჩვენ გამოძიებებს, ასევე მედიაში გაშღერებულ გამოძიებებს. რათა მათ ქონოდათ როგორც მინიმუმ ფურცელზე ინფორმაცია, რომ არსებობს ასეთი ინფორმაცია, ხო? და შემდეგ თხოვდით ხოლმე პერიოდულად წერილით, ესე კითხვას ვუხსოვდით, დაიწყეს თუ არა გამოძიება ამ შემთხვევებში. და აქ საუბარია ჩვენ გვაქვს ერთგვარი კატალოგი გაკეთებული მაღალი დონის კორუფციის ესე გამოძიებების, აქ არის შესული დღემდე 250 მაღალი დონის კორუფციის გამოძიება. აქ საუბარია 220-ზე მეტ მაღალთანადობის პირზე, ან ეს სისტემური ხასიათის კორუფციას ეს ამაზე გვიცაუბრეთ. ეს ინფორმაცია ყველაფერი მათ აქვს. და ეს დაკვირვებაც შეიძლება გავაკეთოთ, რომ დღეს რომ აი ყოველ დღეში ამდენჯერმე არის ესე იგი ბრიფინგები, ხო? ესე იგი და ახალი ინფორმაცია გამოაქვთ. ანუ ეს ჩემი ვარაუდია, რომ ეს საქმეები დიდი ხანი იდო, რეალურად ინფორმაცია დიდი ნაწილი შეგროვებული იყო. ანუ ეს 2 დღეში ამხელა გამოძიებები, ამხელა ინფორმაციის შეგროვება, ნაკლებად სავარაუდოა. შეიძლება თქვენი და საგამოძიებო მედიის მასალებსაც ეყრდნობიან. და მათ აქვს ეს ინფორმაცია, ჩვენ პასუხობდნენ, რომ დავიწყეთ თუ არა საჯარო ინფორმაცია არ არის, ანუ ეს ამას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ კანონი არ გვალდებულებს, ანუ უარს გვეუბნებოდნენ პასუხზე, თუმცა იქ ამ ინფორმაციას და რა თქმა უნდა კონდოთ, ხო? ამიტომ რეალურად აქ ირაკლი ღარიბაშვილი გამონაკლისი არ იყო, ის არაფერს არაკეთებდა, რასაც ყველა დანარჩენი არაკეთებდნენ, ანუ თანამდებობის პირები მაინც. ამიტომ ყველა ამ ადამიანზე არის ეს ფაქტები პროკურატურაში და ეს საჭირო პოლიტიკურად გამოსადეგ დროს და ისინი ამას იყენებენ, ხო? და ჩვენ ზუსტად ამას ვაკეთებდით, რომ ამაზე ვსაუბრობდით, რომ ეს არსად არ შედეგს არ გამოიღებს, ეს კორუფცია და სისტემა კორუფციული და მე ვიტყოდი კლეპტოკრატიული, როდესაც დემოკრატია გვერდზეა გაწეული და უკვე მთავარი მიზანია კორუფცია. ეს შეჭამს ქვეყანას და ანუ გასაგებია რომ ეს გუნდი ღარიბაშვილის გუნდი გვერდზეა გაწეული, თუმცა სისტემა ხო არ შეცვლილა. კლეპტოკრატიული სისტემა არსებობს. ეს რას ნიშნავს, რომ რეალურად ამ გამოთავისუფლებულ ნიშებს, კორუფციულ ნიშებს შეავსებენ სხვა ადამიანები. ამიტომ იგივე გაგრძელდება, ხო? თუმცა ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ არ გაგრძელდება და აი ქონებრივ უკაცრავად თავრობის განკარგულებებს ვაქვეყნებთ, რასაც ის მალავდაო, მაგრამ ეს მე სხვადასხვა ეჭვი მაქვს, ეჭვი მიძლია საჯაროდაც გითხრათ, მე ეჭვი მაქვს, რომ მათ უბრალოდ სხვა მეთოდი იპოვეს ამ ქონებების გადაფორმების, შეიძლება ეს ეკონომიკის სამინისტროს გავლით იყოს და უკვე თავრობის დონეზე არ წყდება ეს. და მხოლოდ ეს იყოს მიზეზი, რატომაც თავრობის განკარგულებებში არ ჩანს ეს ინფორმაცია რა, სხვა პროცედურით აკეთებენ, ჩემი უბრალოდ არაუდია ეს. საინტერესო იქნებოდა მათი კვლევაც მათ შორის. არ მაქვს რომ კორუფცია რაღაცნაირად ისე თქვენ კვლევებში ირაკლი ღარიბაშვილს მის ოჯახს ხომ არ შეგიძლიათ რამე მონაცემები გითხრათ, რამდენი კვლევა უკავშირდებოდა თუ ხარ დაგეხარისხებიათ ასე? ხო ეს არა ესეთი ერთიანი ციფრი და რიცხვების თქმა რთულია, თუმცა მაგალითად აი ერთი გამოძიება რაც ჩვენ გქონდა ეს იყო ესეთი კომპანია არსებობს შეფესე სერპანტინი, ეს არის გზების მშენებელი კომპანია კახეთში, რომელსაც ფაქტობრივად კახეთში თუ რამე გზა შენდებოდა, ამ კომპანიას აძლევდნენ და ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავების კომპანია. და 10 წლის განმავლობაში ამ კომპანიას 400 მილიონ დოლარზე მეტი სახელმწიფო შესყიდვა აქვს მიღებული, ძირითადად ეს უკონკურენტოდ და ან ესე იგი დისკვალიფიკაციის შედეგად, ან კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად. და ჩვენ გვქონდა 1-2 კვლევა ამაზე, რომ აქ სავარაუდოდ ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილის გავლენის გამო. ანუ აი მაგალითად მხოლოდ ეს მაგალითი უკვე რამდენიმე ასეულ მილიონზე არის. რომ შევაჯამოთ სანდრო ჩვენი საუბარი, რა გამოდის? ანუ საქართველოში თურმე ელიტური კორუფცია ყავდა, თუ ყვავის? ეს არის მთავარი, მეც ესე ვფიქრობ, რომ ანუ ჩვენ რომ გითხეთ რომ რას ვაკეთებდით თუ ამას ვაკეთებდით, ჩვენ რომ ამბობდით რომ ესე იგი კორუფცია საგანგაშო დონეებს უახლოვდება, რა თქმა უნდა პასუხი იყო ცნებიდან რომ არ რას ამბობთ, ჩვენ დავამარცხეთ კორუფცია არ არსებობს. ეს იყო ოფიციალური პასუხი. ახლა თვითონ ამბობენ რომ თურმე კორუფცია იყო ძალიან მაღალ ესე იგი დონეზე, ხო ასე ვთქვათ, ან გავრცელებული იყო
და მე მგონი რომ ეს შესაძლებლობაა ჩვენთვის ესე იგი დემოკრატიის მომხრე მოქალაქეებისთვის და აქტორებისთვის ხო რომ ჩვენ უნდა მივიტანოთ ეს ინფორმაცია ქართული ოცნების ამორჩევლამდე რომელიც დღემდე ფიქრობს რომ ქართული ოცნება არ არის კორუმპირებული და რაღაცნაირად ქვეყანას ემსახურება ხო ისინი არ ემსახურებიან ქვეყანას ახლა უკვე თვითონვე აღიარეს რომ ჩვენ თურმე ესე იგი ქვეყანას შევჭამეთო აქტიურად ამას ამბობენ თვითონ თავის პირით ეს ინფორმაცია უნდა რაღაცნაირად მივიტანოთ ამ ადამიანებთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ გასაგებია რომ ნეპოტიზმი შეიძლება ბევრმა აპატიოს თქვათ ადამიანმა ჩვენი სოციუმის გამო, მაგრამ მილიონების ასობით მილიონი ჩვენი ფულის მოპარვა მე მგონი ყველა ქართველთვის მიუღებელი. ნამდვილად. წერტილი რას დაუსვათ ამ ქვეყანაში ჩემი ბოლო კითხვაც რა დავასრულოთ? კორუფციასთან ერთად. წერტილი უნდა დაუსვათ ავტორიტარიზმს. მადლობა. თქვენი პასუხი მიღებულია. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენს კითხვებს პასუხობდა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანტიკორუფციული პროგრამის ხელმძღვანელი სანდრო ქემხიშვილი. მეორე შაბათამდე გეშდებით.